მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მივესალმებით სტუმრებს, პარტნიორებს და გილოცავთ, რომ თქვენ დღეს იმყოფებით ჩვენ საინფორმაციო არხზე, თქვენ იმყოფებით საერთაშორისო მეგა კომპანია ლივგუდის საინფორმაციო გვერდზე, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაჟღერდება და მეტად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანისთვის ჩვენი ყოფა-ცხოვრების შეცვლისთვის. დარჩით ბოლომდე, აუცილებლად არ არის ეს მხოლოდ ჩვენი დღევანდელი დღისთვის, მე ყოველთვის გისჩევთ და გისურვებთ, რომ ყოველთვის ბოლომდე დარჩეთ ხოლმე ვებინარზე, მოისმინოთ ინფორმაციები, დაესწროთ მრავალჯერ და შემდეგ უკვე მიიღოთ ხოლმე გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ ერთხელ მოსმენით, კარგად ვერ გაუგოთ კომპანია ლივგუდს და რეალურად ჩაუკეტოთ ის შესაძლებლობა საკუთარ თავს, რასაც რეალურად კომპანია ლივგუდი გაძლევს. გაგეცნობით კიდევ ერთხელ, მე ვარ სოფო ცინდელიანი, ემიგრანტი იტალიიდან, მყავს 4 შვილი და მეუღლე და წელიწადზე მეტია უკვე რაც კომპანია ლივგუდში ვაწარმოებ ბიზნესს, გუნდური მუშაობით და ვარ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი. კომპანია ლივგუდი არის ის შესაძლებლობა, რომ რაც ესე ვთქვათ, საუკუნეში ერთხელ ეძლევა ადამიანს და ამ შანსის გამოყენება აუცილებელია. დამიჯერეთ და მერწმუნეთ, ეს ისეთი შესაძლებლობა არის, რომ შეიძლება ითქვას, რომ სწორი ადგილი და სწორი დრო არის. ამიტომ კარგად დაუკვირდით, კარგად ჩაუღმავდით ხოლმე ინფორმაციებს, დაიკონტაქტეთ, რა თქმა უნდა, თქვენს მოწვევებს და დაწვრილებითი ინფორმაცია კიდევ და კიდევ განიხილეთ და შემდეგ გადაწყით ხოლმე ნაბიჯები. კომპანია ლივგუდი შემოვიდა ბაზარზე ოფიციალურობით 2022 წლის 13 დეკემბერს, მთელი გამჭვირვალობით, მე მაგალითად პიროვნულად არ გამომიძიებია მისი სიღრმისეულობა, რამდენად გამჭვირვალე და რამდენად ოფიციალურად შემოვიდა კომპანია ბაზარზე, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ და რა თქმა უნდა შესაძლებლობა არის Google-ის და ინტერნეტის საშუალებით, ასევე პირადად შეგიძლიათ თქვენს მომწვევებს გკითხოთ და მოგაწვდიან შესაბამის ლინკებს, სადაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილოთ. ფლორიდის შტატში არის გავლილი რეგისტრაცია, ამიტომ როდესაც ზოგადად კომპანიები ფლორიდის შტატში გაივლიან რეგისტრაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის დაცული და ყველა ნიუანსი არის გათვლილი, ისი არის ბაზარზე შემოსული. ანუ როგორც ასეთი ფეიკი კომპანიები არ მოიაზრება, ფლორიდის შტატში ფეიკი კომპანიები ვერ გაივლიან რეგისტრაციას და აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცამ რაღაც მოახერხა, მაინც ასე ვთქვათ, ფეიკია და აღმოჩენა მაინც ხდება და ადვილად გაქრობადია. კომპანია ლივგუდი შემოსულია სრულიად ახალი პლატფორმით, სრულიად ახალი ბიზნეს გათვლით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს გადატრიალება მოახდინა მსოფლიოში. იგი შემოვიდა ახალი სიტყვით და გვეუბნება, რომ მე ვიქნები თქვენს გვერდით და ვიქნები თქვენზე მორგებული. მას, ანუ ქართულად რომ თარგმნოთ, ნიშნავს სიცხოვრე კარგად და ყველა ნიუანსი და ყველა ესე ვთქვათ, მოწოდებული დეტალი არის ისე კარგად მორგებული ადამიანებზე, რომ ნამდვილად ამართლებს თავისივე სახელს. მისი შემომტანები, ასე ვთქვათ, დამაარსებლები არიან ორი მეგობარი, ბენგლინსკი და ნოუდენ ხატანი. ეს ორი კრეატიული ჭკვიანი ადამიანები მრავალი წლების განმავლობაში, ჩვენ ვიცით, ქსელური მარკეტინგები მსოფლიო ბაზარზე მიმოფანტულია. ძალიან ბევრი კომპანიები არსებობს და მის ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრია და ზუსტად აქედან მოდიან ეს ჭკვიანი და კრეატიული ადამიანები, ესეთ ქსელურ მარკეტინგებში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, შეიძლება ითქვას და ასეც იყო გამდიდრდნენ და მაგრამ ხედავდნენ, რომ ქსელურ მარკეტინგში ყველა ვერ არის, ასე ვთქვათ, ფინანსურად დამოუკიდებელი, ბედნიერი და ასე ვთქვათ, მორგებული მარკეტინგთან, ხო? ამიტომ მათმა, ესე ვთქვათ, ისურვეს და შეიმუშავეს ახალი პლატფორმა, რომელიც დღესდღეობით ჩვენ ლივგუდის სახით აქვს მოწოდებული კლუბური სისტემის და მათ უნდათ, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანზე იქნებოდა გათვლილი. მართლაც ასეა, იცით, როდესაც ადამიანი კარგად ჩაუხდება, კარგად მიხვდება, რა არის რეალურად შესაძლებლობა, რას გვაძლევს რეალურად ლივგუდი და რა პერსპექტივებზე და პრივილეგიებზე გავყავართ. ამიტომ არის, რომ თავიდანვე გითხარით, რომ კარგად დაუკვირდით, კარგად ჩაუღმავდით და კარგად მიიღეთ ხოლმე ინფორმაციები, რამდენჯერაც დაგჭირდებათ იმდენჯერ.
კომპანია ლივგუდი, რა თქმა უნდა, აი ეს განსხვავებულობით რო შემოვიდა, მას ესე ვთქვათ, კლუბური ვარიანტი მისცა და ჩვენ ვიცით, რომ კლუბური სისტემები მუშაობს საწევრო გადასახადებით, მაგალითად, და მაგრამ კომპანია ლივგუდი კიდევ უფრო უკეთესი ვერსიაა იმ განხრით, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს საკმაოდ სოლიდური ხელფასები გქონდეს შემოსავლების სახით და ძალიან მაღალ მწვერვალებს, ასე ვთქვათ, ვიპყრობდეთ. ბიზნესი არის შეფუთული, გამზადებული, მას არ ჭირდება არანაირი, ასე ვთქვათ, რამე ველოსიპედის დამატებითი რამეების, ასე ვთქვათ, მოფიქრება და მიმატება ან გამოკლება, იმდენად კარგად არის შეფუთული და იმდენად გამჭვირვალეა, მას მტკიცება კი არ ჭირდება და რაღაცა ესე ძიება არ ჭირდება, იმდენად ადვილია და იმდენად გამჭვირვალეა, რომ უბრალოდ გეუბნება კომპანია ლივგუდი, რომ მე მოგაწოდე შეფუთული ბიზნესი, რომელიც არის კარგად მოფიქრებული და მორგებული ყველაზე, უბრალოდ შენ უნდა დაინახო ადამიანმა, ჩაუღმავდე, ისწავლო, იყო განვითარებადი და აწარმოო შემდეგ ეს ბიზნესი, ხო? ბიზნეს კიდევ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ კლასიკური იქნება თუ ონლაინით იქნება, მინიმუმ 1 წელი მაინც ჭირდება რაღაცნაირად ალღოს აღება, ჩახვდომა, ხო, გამოძიება იმ მხრივ, რომ როგორ შეიძლება განვითარდეს უკეთესად, როგორ უნდა მიუდგეთ, რა უნდა მოვიფიქროთ, რა კრეატივი უნდა ჩავდოს და ასე შემდეგ, ხო? და მერე უკვე შეიძლება ითქვას, რომ აღორძინება იწყება. თუმცა ეს არის ინდივიდუალური, მაინც ეს ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინ სწრაფად და ვინ ცოტა მოგვიანებით მოახერხებს ამ ყველაფერს, თუმცა ვიცით, რომ ზოგადად მაინც ბიზნესს ჭირდება 1 წელი აღორძინებლად, ასე ვთქვათ, და კარგად გასაგებად. აი ასეთი სისტემით მინდა ახლა დაგანახოთ, რომ კომპანია ლივგუდიც იგივე ვარიანტით შეიძლება განისაზღვროს, იმიტომ რომ მართლაც კარგად ჭირდება კომპანია ლივგუდს გაგება და გვეუბნება, რომ აგერ მოგაწოდეთ კომპანია ლივგუდის ბიზნესი, შეიძინეთ ცხოვრებაში ერთხელ $50 ანუ $40 ჩვენ ვიხდით რეგისტრაციისთვის და $10 არის საწევრო გადასახადი. კლუბური სისტემა ზოგადად ნიშნავს იმას, რომ არის საწევრო გადასახადი, მაგალითად ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე პარალელს Amazon-თან, Amazon-ი ჩვენ ვიცით, რომ ბუმბერაზი კომპანიაა და აბსოლუტურად ყველა მიცის და ადვილად, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომია, მაგრამ მასაც აქვს საწევრო, მაგალითად ადამიანი, რომელიც რეგისტრაციას გაივლის Amazon-ში, უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად €15 და მას აქვს მიტანის სერვისი და ნებისმიერ პროდუქტზე თუ ნივთზე ფასდაკელება. სხვა არანაირი, ესე ვთქვათ, პრივილეგიები არ აქვს კომპანია Amazon-ს. კომპანია ლივგუდი იმიტომ არის გამორჩეული და განსხვავებული და ახალი მოდელი, რომ ჩვენ ვიხდით $10 საწევროს და ეს $10 ძალიან ბევრ პრივილეგიებს და პერსპექტივებს გვაძლევს და ამავდროულად ძალიან კარგ სოლიდურ შემოსავლებს. ანუ კლუბური სისტემა ზოგადად ხელფასებს არ უხდის, მაგრამ ახალი მოდელი იმაში იგულისხმება, რომ კიდევ დამატებით ჩვენ გვაქვს შემოსავლები საკმაოდ კარგი. და ვიწყებთ, ესე ვთქვათ, განვითარებას, ხო? შევიძინეთ ერთჯერადად $50 ჩვენ ეს ბიზნესი. დავიწყეთ განვითარება. ანუ კომპანია ლივგუდში ბიზნესის კეთება არის ერთგვარი პროცესი. აუცილებლად უნდა ვიყოთ განვითარებადები, აუცილებლად უნდა ვიყოთ სწავლებადები და გუნდური მუშაობით, ერთმანეთის დახმარებით და საერთო კრეატივით შეიძლება განავითაროს, ასე ვთქვათ, როგორც აუღებთ ფეხს, ისე ხო, ზოგი სწრაფად, ზოგი ცოტა ანელა, მაგრამ შედეგამდე აუცილებლად გავდივართ და უბრალოდ მე ამით რისი თქმა მინდა ის იმის, რომ თვითონ ბიზნესის წარმოება კომპანია ლივგუდში ერთგვარი პროცესია და განვითარება არის ადამიანების. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს კომპანია ლივგუდში, თან ვითარდებით და ამავდროულად ვაკეთებთ ძალიან სასიკეთო საქმეს პარალელურად, რომ ვეხმარებით ადამიანებს. ამავდროულად გვაქვს ერთ სივრცეში ის მომენტი, რომ გეუბნება კომპანია ლივგუდი, შენ შეგიძლია იყო ჯამრთელი და შენ შეგიძლია იყო ფინანსურად დამოუკიდებელი, ხო? ეს ორი კომპონენტი, ეს ორი განხრა მეტად მნიშვნელოვანია თვითეული ადამიანისთვის, ამიტომ გაძლევს საშუალებას ერთ სივრცეში გქონდეს ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად, ხო? გინდა იყო ჯამრთელი? კი ბატონო, შესაძლებლობა არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს არის ინტერნეტ მაღაზია და ჩვენ გვაქვს
ბიოდანამატები, ზებუნებრივი ბიოდანამატები, რომლებიც შედეგებზეა ორიენტირებული და 100%-ით მცენარეებით არის დამზადებული და შემდეგ გადამუშავებული და მოწოდებული და აი ამ ბიოდანამატების მიღების შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, გაიუმჯობესებს და იგივე რასაც გამოიმუშავებდა როგორც ბიზნესს წარმართავ, იმ თანხებით შეგიძლია ის პროდუქტი გამოიწერო. ასევე შეგვიძლია ის საწევრო გადასახადი, რომელსაც კომპანია ლივგუდი გვიწესებს, რომ აუცილებელია ეს $10 გადავიხადოთ, ჩვენივე გამომუშავებული თანხებით შეგვიძლია გადავიხადოთ ის საწევროც და ასე ვთქვათ, ჯიბიდან არ ამოვიღებთ და გადავიხდით, ხო? ანუ ყველანაირი კომფორტზე არის მორგებული, ყველანაირად გიწყობს ხელს ადამიანს, რომ იყო, ასე ვთქვათ, კომფორტულად და ბედნიერად და სიხარულით აკეთებდე კომპანია ლივგუდში ბიზნესს. ჯანმრთელობაც გაქვს და გექნება, ფინანსებიც გექნება აუცილებლად. ჩვენი პირდაპირი მნიშვნელობა ამ ყველაფრის არის ის, რომ კომპანია არის ძალიან ახალი, 2 წელიწადი და ცოტა მეტი შეუძლურდა, დეკემბერში გაუხდა 2 წელი და ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ მას ამბიცია აქვს, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდეს მასშტაბით, გლობალურად და ძალიან ცოტა ადამიანმა იცის და მას სჭირდება დღევანდელ დღეს ცოცხალი რეკომენდატორები. ასევე აქვებით ყველა იმდენად სწრაფად გაყიდვადია ეს ჩვენი პროდუქტი და ჩვენი, ესე ვთქვათ, კოსმეტიკური ხაზი, რაც ამჯერად გვაქვს ჩვენს კაბინეტებში, რომ ძალიან ბევრი კომპანიები, ესე ვთქვათ, ცდილობენ შემოვიდნენ ჩვენს პლატფორმაზე, რომ მათი ხარისხიანი პროდუქტი იყოს გაყიდვადი ჩვენს პლატფორმაზე, ხო? სადაც ხედავს კომპანია არის მეტად მოთხოვნადი, მეტად რეალიზებადი, იქ მიდის, ხო, კომპანია, მეც იქ მივიდოდი ახლა და ვეტყოდი, რომ მინდა ჩემი პროდუქტი შემოვიტანოთ თქვენს ბაზარზე და იყოს გაყიდვადი. მაგრამ კომპანია ლივგუდს აქვს, ესე ვთქვათ, თავისი გაწესებული წესდება, ასე ვთქვათ, დანიშნულება, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი კომპანია. დღესდღეობით 100 კომპანიაზე მეტი კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს და ხელშეკრულებებს, რომ შემოვიდეს მათი პროდუქტი და გაიყიდოს, მაგრამ კომპანია ლივგუდი არის ორიენტირებული ხარისხზე და საბითუმო ფასები. ანუ როდესაც ადამიანი ბიზნესს აკეთებს კომპანია ლივგუდში, მას აქვს საბითუმო ფასებში 75%-იანი ფასდაკლებით. ეს იმას ნიშნავს, რომ 75%-იანი ფასდაკლება წარმოებლის და საბითუმო ფასებშია და არის ხარისხზე ორიენტირებული, ხო? ჩვენ კომპანიაში არასდროს არ მოიძებნება ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იქნებოდა და არ იქნება ხარისხიანი, როგორც მაგალითად სხვა კომპანიებს აქვს, ხო? აი კომპანია ლივგუდის, როგორ ვთქვათ, პრინციპი არის იმაში, რომ აი მაგალითად ეს კალამი წარმოებაშია, ხო? ეს კალამი ძალიან ბევრ კომპანიას და მაღაზიებს აქვს. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია იყიდო, ხო? მაგრამ იგი დარწმუნებულია და წარმოდგენილი აქვს ეს კალამი ისე, რომ მისი შემადგენლობა არის ხარისხიანი ნივთებით შედგენილი და პირობითად ხა მაგალითისთვის კარგად წერს, მაგალითად ხო, რბილად და განსხვავებულად წერს. აი ეს იგივე ვიზუალის ესე ვთქვათ, კალამი შეგვიძლია სხვაგან შევიძინოთ, ხო მასია? მაგრამ რადგანაც მე ვიცი და თან კომპანიის ესე ვთქვათ დამაარსებლები დარწმუნებული არიან, რომ ამ კალამს მეტი დანიშნულება აქვს, უფრო უკეთესად გამოიყენება და პლუს საბითუმო ფასში არის ადამიანებისთვის წვდომადი, აღარ წავა ადამიანი და სხვაგან არ შეიძენს ამ ნივთს, ხო? რატო წავარ მე სხვაგან დავიყიდე და მე ნივთს თუნდაც ამ კალამს სხვაგან, როცა მე ვიცი, რომ ხარისხიანი მაქვს ჩემივე მაღაზიაში და თან საბითუმო ფასებში, ხო? აი ამ პრინციპით არის ძალიან მოთხოვნადი ჩვენი პროდუქტი და ჩვენი ნივთები იქნება შემდგომში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს ძალიან ბევრი კომპანიები, სადაც იქნება ავეჯი, ტექნიკა, იურიდიული დახმარება, სამოგზაურო პაკეტები და საერთოდ თუ რამე არსებობს ხელშეხებადი და გაყიდვადი, ყველაფერი უნდა იყოს ჩვენს პლატფორმაზე, როგორც Amazon-ი მრავალფეროვნებით, ხო? თუმცა Amazon-ს აქვს ხარისხიანიც და უხარისხოც, ჩვენთან იქნება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები. უბრალოდ, როდესაც ჩვენ სწავლობთ კომპანიის ბიზნესის მართვის სტილს,
როგორ მუშაობს, რა უნდა ვაკეთოთ, რატომ უნდა მივაწოდოთ ადამიანებს, ხო? ამ ყველაფერს რო შევისწავლოთ და რეკომენდაციებს გავცემთ, ამავდროულად ვეუბნებით, ხო, რის გამო ვაკეთებთ ამ რეკომენდაციებს, რა არის ძირითადი, ესე ვთქვათ, საყრდენი, ხო? ის არის, რომ არის ონლაინ ინტერნეტ მაღაზია და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქნება კომპანიაში პარტნიორის სახით, მას ექნება საბითუმო ფასები და საბაზრო ფასის სკვარი, ხო? და აი აქედან გამომდინარე განსხვავება კიდევ იმისა, რომ ჩვენ ამ ბიზნესში უფრო ადვილად და განსხვავებულად შეიძლება რომ ვაწარმოოთ ბიზნესი არის ის, რომ ჩვენ ამ პროდუქტების ყიდვა-გაყიდვა არ გვევალება. ქსელურ მარკეტინგებთან განსხვავებით, ჩვენ კომპანია LiveGood-ში არ გვავარდებულებს კომპანია შეიძინე რამე და გაყიდე. თუმცა თუ ადამიანს გამოსდის ეს პროცესი და რეალიზებით შეუძლია აწარმოოს, welcome, არ გეუბნება რომ მაგალითად არ იყიდო და არ გაყიდო, ეს შენი გადასაწყვეტია პიროვნულად ადამიანის. მაგალითისთვის მე არ გამომდის ყიდვა-გაყიდვა სამ კომპანიასთან ვაწარმოე ხელშეკრულება და არაფრით არ გამომივიდა და რა თქმა უნდა დავანებე თავი. რეალობაში დავინახე, რომ ყიდვა-გაყიდვა რთულია და ჩემთვის არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის ადვილია. ამიტომ ყველანაირად გიწყობს კომპანია LiveGood-ი ხელს, რომ შემოსავალი გქონდეს. ჩემთვის პირადად ღირებულებიდან, ანუ გაყიდულიდან შემოსავალი არის დამატებითი შემოსავალი ჩემთვის. მე ვმუშაობ რეკომენდაციებზე და რეალურად რეკომენდაციებით ხდება ჩვენი, ესე ვთქვათ, ხელფასებზე ასახვა, ხო? და რა ხდება? რაც უფრო მეც ადამიანს მოიწვევს სიტყვაზე უკეთესი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სტრატეგია ისეთი შემუშავებული, რომ კიდევ უფრო იოლ ფორმებს გვაძლევს, რომ ჩვენ სწრაფად გქონდეს შედეგები და შედეგები აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ აქ არ არსებობს, რომ ადამიანი ვინმე არ იყოს წარმატებული ფინანსურად გულისხმობ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოხვდება რეფერალ ლინკის ქვეშ და გაივლის რეგისტრაციას, ის აუცილებლად იქნება ფინანსურად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ერთმანეთზე აჯაჭულად ხდება ფინანსების ზრდა. ანუ ერთის გამოტოვებით და მეორედან მესამე რო იღებდეს ხელფასს ან ბონუსს ან საერთოდ ესე ვთქვათ ფინანსური მხრივ, ესე არ ხდება. აბსოლუტურად თუ ვინმე დაინტერესდება და მოხდება კომპანია LiveGood-ში, იმდენად გუნდურად არის და იმდენად კარგად არის აწყობილი, რომ აბსოლუტურად ყველა იქნება ფინანსურად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, ჭირდება მუშაობა, რა თქმა უნდა, ჭირდება გაგება და რა თქმა უნდა, ჭირდება ის, რომ რეალობაში დაინახო საკუთარი თავი, რატომ ხარ კომპანია LiveGood-ში, რატომ უნდა აკეთო ეს ბიზნესი და სად მიგიყვანს ეს ბიზნესი, ხო? სიღრმისეულად, როდესაც ადამიანები ერთმანეთს იწვევენ, სიღრმისეულად ჩადის და ბონუსები იზრდება. რა თქმა უნდა, ეხლა დღეს რომ ადამიანმა დაიწყო ბიზნესი კომპანია LiveGood-ში, დღეს ან ხვალე ის მილიონერი ვერ გახდება, ვერც სოლიდური თანხების უფლობელი ვერ გახდება, მაგრამ თავარია გადადგა ეს ნაბიჯი, დაადგა წარმატების გზას, ირჩევს რომ უნდა იყოს აქტიური და უნდა იმუშაოს და შეისწავლოს და იყოს სწავლებადი და რა თქმა უნდა ნელი ტემპით თუ სწრაფი ტემპით, ესაც ინდივიდუალურად არის როგორ გამოყვებიან ადამიანები და რამდენად კარგად დაინახავენ ბიზნესს, რომ გამოყვნენ და გუნდური მუშაობით ერთმანეთზე აისახოს მერე ფინანსური დამოუკიდებლობა და ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს, მივიდეთ იქამდე. 3+3 სტრატეგიის მეშვეობით, მაგალითად, თუ მე მოვიწვიე 3 ადამიანი, იმ ადამიანმა დუბლიკაცია გააკეთა, შეისწავლა კარგად, დაინახა კომპანია LiveGood-ის ღირებულებები, პერსპექტივები, სად გაგვიყვანს ეს ყველაფერი, ხო? გააკეთა დუბლიკაცია და ყოველ კვირა თუ მოხდა რეგისტრაციები და რეკომენდაციების ხარჯზე გაკეთდა ეს რეგისტრაციები და დაიწყეს ჩვენთან ერთად ადამიანებმა ბიზნესი, ძალიან მალე, რამდენიმე თვეში გავდივართ სოლიდურ თანხაზე, როგორიც არის 16,000-ის მფლობელები. 16,000 არ არის ცოტა თანხა, რა თქმა უნდა, შრომა ჭირდება, მუდმივობა ჭირდება, ნებისყოფა ჭირდება, ძალიან წითელი ხაზმით
უსვავ ამ სიტყვას, ასე ვთქვათ, ხაზს, რომ ნებისყოფა და ბიზნესში რეალურად წარმატების მიღწევა არის ის, რომ უნდა იყო მუდმივობაში, ნებისყოფით და აკეთო აქტიურად საქმე. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაგაკვირდება ადამიანები, დღეს თუ ვიღაცა უარს გეუბნება, ახლა აუცილებლად დაგიკავშირდება და გეტყვის, რომ მეც მინდა შენთან ერთად ვაკეთო ბიზნეს, გუნდური მუშაობა აუცილებლად არის წარმატების ნიშანი. გუნდურობა უდრის წარმატებას, რო იტყვიან. ანუ რას ნიშნავს კომპანიალი ვგუდი? მე ვახსენე, რომ არის პროცესი, ხო? პროცესი. რო ჩათვალოთ, მაგალითად, წინ გიდევთ გადაშლილი წიგნი. თუ ამ წიგნს ყოველი წაკითხვის ფურცლიდან მხოლოდ გადაავლებთ თვალს და არც აიკითხავთ, შინაარსობრივად არ გაიგებთ, მთლიანად წიგნის შინაარს გაგება არის რთული. თუ უბრალოდ გადაიკითხე და ჩავთვალე, რომ მე უბრალოდ ვარ აქ და ჩამეთვალე, რომ ეს წიგნი წავიკითხე, არაფერიც არ გამოვიდა. იგივე ვარიანტით არის, ჩათვალეთ, რომ იწყებთ ბიზნესს გადაშლილი წიგნიდან და ნელ-ნელა პროცესში უნდა იყოთ, ისწავლოთ, განვითარდეთ, ჩაუღმავდეთ, კითხვები გიჩნდებოდეთ, იქიდან მერე პასუხებს იღებდეთ და აკეთებდეთ სწორად, მყარად, ზუსტად ბიზნესს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი წიგნი რო დასრულდება, გექნებათ შედეგი, რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობით. განმეორდები კომპანიალი ვგუჩი, გუნდურობა არის ყველაზე დიდი, ასე თქვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი და შედეგის მომცემი. ამიტომ აუცილებელია, რომ ზუსტად მაგი გათვალა კომპანიამ, იმიტომ მოგვაწყვეტა ასეთი მარკეტინგი, რომ ყველა უნდა ჩაებას და ყველა წარმატებული იყოს, რომ უნდა იყოს გუნდურობა და სწორად დაინახოს ბიზნესი. თუ ადამიანს აქვს ბიზნესთან როდესმე შეხება, აუცილებლად მიხვდება იმას, რომ აი ეს პროცესი, რომელზეც მე ახლა გესაუბრებით, ეს რეალურად ასია და ზუსტად ეს პროცესი გაგხდის უფრო მყარს, უფრო სიღრმისეულად გასწავლის ყველაფერს და შედეგის მოცემაც, შედეგიც გექნებათ აუცილებლად ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა დროზე გაიწელოს თქვენი წარმატება თუ სწრაფად გქონდეს, შედეგამდე აუცილებლად მიდის ადამიანი. თავარი არის მუდმივობაში იყოს ადამიანი. ხვდებით, მუდმივობა ბიზნესს აუცილებლად სჭირდება სიმყარე და ნებისყოფა. ამიტომ გირჩევთ, რომ სწორად დაინახოთ, ყოველთვის კარგად ჩაუღმავდეთ და დაინახოთ, რეალურად დაინახოთ, რა არის კომპანია ლივგუდი. და მერწმუნეთ, არც 4,000, არც 8,000, არც 16,000, არც 5,000 თუ 40,000, ხო? ეს თანხა ცოტა არ არის, მერწმუნეთ კი არა და თქვენ თავადაც ხვდებით, რას ნიშნავს ეს და ეს არის ის შესაძლებლობა, რაც რეალურად რომ გადახედოთ ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა და დაკარგავთ ამ შანსს, მეგობრებო. ეს არის ის შანსი და ის შესაძლებლობა, სწორი ადგილი და სწორი დრო და ის შანსი, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი. აუცილებლად არის გამოსაყენებელი და ეს კრეატიული ადამიანები, იმიტომ გამოჩნდნენ დედამიწაზე, რომ მართლაც ყველას დაეხმაროს. მართლაც ყველას დაეხმაროს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პროფესიის არის, ქალბატონია, მამაკაცია, რამე სამსახური აქვს სიტყვაზე და არ შეიძლება დანარჩენი რესურსი დაუთმო და ასე შემდეგ, ხო? მე პირადად ჩემს თავზე გეტყვით, რომ მე არა ვმუშაობ სხვაგან არსად, მე ვარ კომპანია ლივგუდში ბიზნეს პარტნიორი და ძალიან თამამად ამაყავ და სიამოვნებით გეტყვით, რომ მე მსიამოვნებს კომპანია ლივგუდში ბიზნესის კეთება, სიკეთის კეთება და არ მაქვს სურვილი სადმე წავიდე და რამე კიდევ ასე ვთქვათ გავაკეთო და სხვაგან ვიმუშაო. განარჩენა, ენერგია გავყო, ასე ვთქვათ. თუმცა ამ ეტაპისთვის თუ ვინმე მუშაობთ კლასიკურ სამსახურებში და უბრალოდ შესაძლებლობას ეძლებთ, რომ იქიდან დააღწიოთ თავი, ან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდეს სახში, ხო, ძალიან ბევრი ემიგრანტი მოხუცებს უვლის და
მოშორებულები არიან ხო საკუთარ ადამიანებთან და გააჩნია კიდევ ვინ როგორ მოხოთ სულის ხო ზოგი მძიმეა ზოგი იოლად მოსავლელია ზოგი მოსიარულეა და ასე შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს მაინც შენ საყვარელ ოჯახისგან წამოსული ხარ მაინც ფსიქოლოგიური სტრესი გაქვს და აი ამ ყველაფერს თუ გინდა რომ ადამიანმა დააღწიო ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის უბრალოდ შეიძლება ადამიანმა მე გირჩევთ აი რჩევის სახით გეუბნებით რომ უბრალოდ დაუთმოთ, გამოყოთ დრო, რომ შეისწავლოთ კომპანია ლივგუდი, ჩაერთოთ აქტიურად, კარგად დააკვირდეთ პროცესს და რამდენად სასიამოვნო პროცესია, როდესაც სიკეთეს აკეთებთ ადამიანებს ეხმარები, რამდენად კარგია, რომ ადამიანები, რომლებიც შედეგებს დებენ და ამბობენ, რომ მე უკეთესად ვარ და ასეთი შედეგი დავდე და მე პირადად ცრემლები მომდის ხოლმე ვისმენ ასეთ რაღაცებს, აი უდიდესი ბედნიერება არის, რომ შენი დახმარებით ვიღაცას დაეხმარე, შენი რეკომენდაციით ვიღაცას დაეხმარე, იმ ადამიანმა დადო შედეგი, ის ადამიანი გაბედნიერდა, ეს არის უდიდესი მადლი და ეს არის უდიდესი ბედნიერება და თუ ჩვენ გვინდა ეს დამატებითი რთული წარსულის პერიოდები დავივიწყოთ, უნდა გადმოვერთოთ ახალ ტალღაზე, ასე ვთქვათ. ჩვენ გადავდივართ ახალ ეპოქაში, ჩემო ძვირფასებო და ყველაფერი აბსოლუტურად 4-5 წელიწადში ონლაინით იქნება საწარმოებელი. 4-5 წელიწადში თუ ვინმეს ბიზნესი არ ექნა, იქნება ძალიან დაჩაგრული. საბაზისოდ მაინც უნდა იცოდეს ელემენტარულად, თუ რეალურად არ იქნება, ესე ვთქვათ, ჩაფლული, მაგრამ კომპანია ლივგუდი ყველაფრის შესაძლებლობას გაძლევს. საბაზისოსაც ყარად შეისწავლო, ადამიანები ამოიცნო, ფსიქოლოგია შეისწავლო, პიროვნულად განვითარდე, უნარები შეიძინო და ბიზნესი აწარმოო, თა როგორი ბიზნესი, საშვილიშვილო ბიზნესი, რომელიც გადადის თაობიდან თაობამდე. კომპანია ლივგუდი გეუბნება, მე ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით. ასე რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რაც ჩვენ გულებს გაუხატება და ჩვენ გვინდა, ყველაფერი პრაქტიკაში რომ მოვიყვანოთ შესაძლებელია კომპანია ლივგუდის სახით. ნებისმიერი სურვილის ასრულება შეგიძლია ადამიანმა პრაქტიკაში მოიყვანო და აისრულო. ჩვენ შვილებს შეუქმნათ უკეთესი მრავალფეროვანი მომავალი. ვისაც შვილები არ ყავთ, თქვენ შეიქმნით მომავალი ისეთი მყარი, ბედნიერი, განსხვავებული, მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, მე გილოცავთ შეუღლდებით, შვილები გეყოლებათ და აი უკვე თქვენ შვილები რომ გეყოლებათ იმ ადამიანებისთვის ვიძახი ხო, ვისაც არ აყავთ. გექნებათ უკვე ძალიან მაგარი შესაძლებლობა, მრავალფეროვანი შესაძლებლობა და მე თუ ჩემს ბავშვობაში მაგალითად რაღაცა არ მქონდა, რაღაცა ვერ მიყიდეს, რაღაც გაჭირვება იყო, ხო, ეს ყველაფერი თქვენ შვილებისთვის არ იქნება. აი ეს არის მე პირადად ჩემ შვილებს ვქვნი უმაგრეს მრავალფეროვან მომავალს. ჩემი შვილები იმოგზაურებენ კულტურას თუ ისტორიას თავიანთი თვალით ნახავენ და შესაძლებლობაც კი აქვთ მან თავიანთი ბიზნესი თვითონვე აწარმოონ ჩვენივე კომპანიაში და ის სტუდენტური დრო გადასახადების სწავლის თუ ასე შემდეგ თვითონვე დაფარონ ჩემს გარეშე, ხო? მე ვიქნები ჩემი ბიზნესის მწარმოებელი, ისინი იქნებიან თავიანთი ბიზნესის მწარმოებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ესაც კი შესაძლებელია. ამიტომ არის, რომ ნებისმიერი სურვილი და ნებისმიერი შეიძლება ადამიანს ქონდეს რაღაცა სურვილი ოდესღაც, მაგრამ იმდენად ისეთი სურვილი იყო, რომ პირობები არ გიწყობს რეალურად ხელს, რომ ეს აისრულო და სადღაც გულის ყუნჭულში ჩაყუჭულია და აღარც კი უშვებს, რომ ოცნებადაც კი გქონდეთ, ხო, აი ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოუშვათ, შეგიძლიათ განავითაროთ, პრაქტიკაში მოიყვანოთ და იყოთ ძალიან ბედნიერები. კომპანია ლივგუდი იცხოვრე კარგად, ნიშნავს ნებისმიერი ასპექტით, ნებისმიერი განხრით, რომ თქვენ იყოთ ბედნიერები და გქონდეთ მუდმივად დღეიდან, მუდმივად შესაძლებლობა იმის, რომ ყველაფერი გქონდეთ ცხოვრებაში.
ზოგი ადამიანი საქართველოს არ არის გაცილებული და მაგალითად პარიზის ნახვა უნდა და ოცნებად აქცეულიყო 75%-იანი ფასდაკლებით. იურიდიული მომსახურებით, რომელიც ჩვენივე ესე ვთქვათ, ჩვენივე კომპანიაში იქნება. დამიჯერეთ, ეს არის ნაჩუქარი, დამიჯერეთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და ამის შემდეგ არა მარტო პარიზს, მსოფლიოსაც მოივლის ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემო ძვირფასებო, იმდენად ბუმბერას ადამიანებს გაიცნობთ აქ, იმდენად კეთილშობილ კრეატიულ ადამიანებს გაიცნობთ, რომ უბრალოდ მე პირადად რო არ მიხდიდეს ადამიანი არანაირ თანხას, არანაირ დოლარს და ისე ვაკეთებდი აქ რაღაცებს, მე მაინც თანახმა ვარ, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ვუქმნი ჩემ თავს და შესაძლებლობა მაქვს, რომ ვიყო აი ამ შესანიშნავი პროდუქტებით ჯამრთელი, ან გავიუმჯობესო ჩემი პიროვნული მდგომარეობა, ხო შინაგანი მდგომარეობა და ამავდროულად მაქვს აი ესეთ ბუმბერას ადამიანებთან შეხება, კონტაქტი და მათი ცნობა კიდევ ერთი ბედნიერებაა. ასე რომ ყველანაირი ასპექტით ბედნიერება ბედნიერებაში თუ რამე მოიაზრება, ყველაფერი გაქვთ ლიგურში, ან გექნებათ. გადადგით სწორი ნაბიჯები, გადადგით სწორი ხედვით გადადგით ნაბიჯები. ჯერ კარგად გაიაზრეთ და შემდეგ უკვე გადადგეთ სწორად. თუ თქვენ კარგად ჩაუხდებით კომპანია ლივგუდს, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯს გადადგავთ და კომპანიაც და ჩვენც მოგილოცავთ ოფიციალურ პარტნიორობას და ძალიან გაგვიხარდება, რომ კიდევ ერთი ადამიანი გაბედნიერდა ჩვენი სახით, კომპანია ლივგუდის სახით. ამავდროულად კიდევ ერთი სიამაყე, რაც ჩემს პრეზენტაციაში არ დამისახელებია, ის არის, რომ მე პირადად და ძალიან ბევრი კომპანიის თანამშრომელი თუ პარტნიორი არის ბედნიერი იმით, რომ როდესაც კომპანია რეგისტრაციით ბაზარზე ოფიციალურად გამოვიდა, პირველ რიგში აიტაცა საქართველოს ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელიც არის ძალიან კრეატიული, თბილი, ჭკვიანი ადამიანი, მან ძალიან ბევრი სფეროს მხრივ ინტერნეტ სივრცეში გამოიარა, ძალიან ბევრი კომპანიები იცის, ასე ვთქვათ, ქსელურის გარდა, კრიპტოვალუტა და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთ კომპანიას იმის სურვილი არ გასჩენია თვითონ ნანა ლომიძეს, ქალბატონ ნანა ლომიძეს, რომ რომელიმე კომპანია შემოეტანა საქართველოში და მას ქონოდა ის შეგრძნება, რომ აი ამ კომპანიით, აი ამ შესაძლებლობებით მე ადამიანებს დავეხმარები საქართველოშიო. აღმოჩნდა ის, რომ კომპანია ლივგუდი, მხოლოდ კომპანია ლივგუდმა დაანახა ის შესაძლებლობა, ეს სურვილი გაუჩინა, რომ შემოეტანა საქართველოში კომპანია ლივგუდი და თან ყოფილიყო პირველი ბაზარზე რეგისტრაციიდან და შემდეგ გავრცელდა 220 ქვეყანაზე მეტ ქვეყანებში. და რა თქმა უნდა გადის გლობალურად. საქართველოს გუნდზე მთელი ამერიკა და მსოფლიო ლაპარაკობს. იმდენად კარგად მივდივართ, იმდენად გუნდური მუშაობა, სწორი მუშაობა, ჩვენ აქ არ გავცემთ არანაირ რეკომენდაციას რაღაცნაირად გადაჭარბებულად. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით რეკომენდაცია და არა რეკლამა. რეკლამა არის კიდევ უფრო გაბუქებული და გადაჭარბებული, რეკომენდაცია არის პირდაპირ ის, რასაც კომპანია გვაწვდის. მე ვარ ბედნიერი, იმით რომ მე პირადად ვაკეთებ რეკომენდაციას და არა რეკლამას და ვამბობ იმას, რაც არის კომპანია ლივგუდის სახით მოწოდებული. აი ეს არის დიდი ბედნიერება და ამაყივარ მე პირადად ჩემი გაკეთებული რეკომენდაცია. მე არ შემწხვება არც ერთი ჩემი სიტყვის, მე არ შემწხვება ჩემი უკან გადახედილი გზის, რაც გამოვიარე, როგორ გამოვიარე, ან რა გავაკეთე და ყველაფერი ჩემი პიროვნული გადმოსახედიდან და ძალიან ბევრი ქალბატონი ასე ფიქრობს დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჩემი გადადგმული სიტყვა თუ ნაბიჯი, ესე ვთქვათ, ამოვსული ჩემი სიტყვა თუ გადადგმული ნაბიჯი, ჩემ შვილებს დახვდება წინ. და 100 მაგათ და 1000 მაგათ მინდა რომ დახვდეს ჩემ შვილებს და მე ამაყივარ, რომ ისეთ კომპანიაში ვარ და ისეთ კომპანიას უწევ რეკომენდაციას, რომელიც
არ შემარცხვენს და პირდაპირ მნიშვნელობით მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაბედნიერო და ვაფრქვიოთ ეს ბედნიერება და შევცვალოთ რეალურად სამყარო. იმიტომ რომ დღესდღეობით ისეთი გაჭირვებაა, ისეთი მდგომარეობა, რომ ნამდვილად გვჭირდება ჩვენ სიხარული, ბედნიერება და მომღიმარი სახეები. ნამდვილად გვჭირდება. დღეს რომ მართალია ცოტა უნდობლობის მომენტი არსებობს, რაღაცებმა გაგვიფუჭეს ნდობა, მაგრამ ჩვენ წარსულს არ უნდა მივწიროდეთ. კარები უნდა დავკეტოთ და ახალი კარები გავაღოთ. კომპანია ლივგუდი გეუბნება ზუსტად ამას, რომ ყველაფერი ბურუსით არ არის მოცული, მეგობრებო. ყველაფერი არ არის ისე, როგორც დაინახეთ წარსულში, რამდენ მანძილზე. ახლა იწყება ახალი ეპოქა, ახალი საწყისი, ახალი შესაძლებლობები. მე ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით. აი ამაზე დიდი შესაძლებლობა და ამაზე დიდი სიხარული და განსხვავებულობა კიდე რა უნდა იყოს, არ ვიცი, არ მგონია, რომ 100 წელიწადი ასეთი კომპანია შემოვიდეს, თუ შემოვიდა, იმასაც ესე ვთქვათ გამოვდით, მაგრამ კომპანია ლივგუდი, მე დარწმუნებული ვარ პირადად, რომ ამისი კონკურენტი კომპანია არსად არ იქნება. კომპანია ლივგუდი არის უკონკურენტო, განსხვავებული და ნომერ პირველი კომპანია, რომელიც მართლაც აბსოლუტურად ყველაზე მორგებული. იმედია თავი არ შეგაწყინეთ, ჩემი ასეთი გამოსვლით, მე იმედი მაქვს მოვიტანე თქვენამდე ეს ჩემი ემოცია და ჩემი სიხარული და გადმოგეცით, თუ რაოდენ კარგია კომპანია ლივგუდი და რატომ არ უნდა გაუშვათ ხელიდან. მე პირადად, ვინც გაუშვებს ხელიდან, ძალიან გული მტკივა ხოლმე, რომ რეალური შანსები გიდევთ წინ და უბრალოდ არ გინდათ რომ გაიგოთ. ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა. ძალიან ბევრი ადამიანი აი თვითონ რაც გაგვით კომპანია ლივგუდი, ისაც კი არ აქვს მოსმენილი და უკვე ადარებს რომელიღაცა კომპანიებს. ხალხო, ეს არის ძალიან არასწორი მითქმა. ესე იგი, ჩათვალეთ ის ადამიანი, რომელიც ასე უდგება კომპანია ლივგუდს, რეალურად არ უნდა მან შეცვალოს რაღაც თავის ყოფა ცხოვრებაში. ეს ყოფა ცხოვრება უნდა იყოს რეალურად мотиваცია იმის, რომ რაღაც შეცვალოთ, რაღაც შევცვალოთ. ამიტომ კარგად უნდა გავიგოთ კომპანიის არსი, შინაარსი, გადმოცემა, მოწოდება და შემდეგ უკვე გავაკეთოთ ხოლმე კომენტარები და გადავდგათ ნაბიჯები. მე პირადად დარწმუნებული ვარ, 5000-ზე მეტი ადამიანია უკვე საქართველოში რეგისტრირებული, 2,5 მილიონზე მეტი არის მთლიანად 220 ქვეყანაში მოცემული, რაც რეგისტრირებულია და წუთში 1000-ზე მეტი რეგისტრაცია მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს, შეგვიძლია და ეს არის რეალობა და ეს ყველაფერი არის ფაქტები. ამიტომ გავაანალიზოთ, ხო, ეს ყველაფერი, რომ რატომ უერთდება ეს ამ კომპანიას, რატომ არის ასეთი მოთხოვნადი, რატომ არის სწრაფად გაყიდვადი ეს პროდუქტები, რატომ ესე ვთქვათ, რატომ შემოვიდა თუნდაც პირველი საქართველოში, ხო, რეგისტრაცია ოფიციალურად დევს, შეგიძლიათ მიიღოთ და დანარჩენი, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, მაინც გამმეორდები, რომელი ადამიანიც იტყვის უარს, ძალიან დაჩაგრული იქნება ცხოვრებაში. რა ვქნა, ეს ასია და ეს ფაქტია და ეს უნდა ითქვას. იმიტომ რომ მართლა იცვლება სამყარო, ჩემო კარგებო, მართლა იცვლება. კონსულტანტები რომ მაღაზიებში არიან, ისინიც კი ის მაღაზიებიც ონლაინ კონსულტანტებს ეძებენ. ყველაფერი გადავა ონლაინით და აუცილებელია ამ რეჟიმს აუწყოთ ფეხი. ასეთი იყო ჩემი დღევანდელი გამოსვლა, ჩემო ძვირფასებო, სტუმრებო. მე დავასრულე ჩემი გამოსვლა. ეხლა თუ გაქვთ რამე კითხვები, შეგიძლიათ დასვათ. თუ არ გინდათ აქ დამისვათ, მიაკითხეთ სპონსორებს ან მომწვევებს და პირადში განიხილეთ კიდე დაწვრილებით, მაგრამ აუცილებლად განიხილეთ. მოისმინეთ პრეზენტაციები ბოლომდე აუცილებლად და რამდენჯერმე. სხვადასხვა პრეზენტატორები სხვადასხვანაირად წარმოგიდგენენ, დღეს ამ წუთას თუ რაღაცას ვერ ჩაუხდით და ვერ დაიჭირეთ, შეიძლება რომელიღაცა პრეზენტატორის მიერ დაიჭიროთ და გაგეხსნათ ის ასე ვთქვათ, მოლეკულა თუ რა დავარქვა თავში და თქვენი შესაძლებლობები
დაინახოთ უკვე კომპანია ლივგუდის სახით. გმადლობთ ქალბატონო სოფო, მართლაც ასე საფუძვლიანად და გარკვევით კომპანიის შესახებ განხილვისთვის და ახლა სტუმრებს უსმინოთ თუ რა ინტერესებთ კომპანიის შესახებ. ძვირფასო სტუმრება მიაწყაპეთ ყურმილს ორჯერ და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თქვენთვის საინტერესო კითხვებისთვის და გაგცემთ პასუხს კომპანიის შესახებ. ქალბატონი მანანა ცირეკიძე იწევს ხელს, აქედან ვხედავ. კი. და შემდეგ საბა მანელიშვილი. გამარჯობა. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის ქალბატონი მანანა. კი, ბედნიერება ეს არის სიტყვა, რომელიც არის მრავალფეროვანი და სათხარ ბედნიერი ადამიანი ამას განსაზღვრავდა და მე დღეს ვარ ბედნიერი. ჩვენი პრეზენტატორები რო ასე გაიზარდნენ და ასე გადმოსცემენ ყველაფერს, რომ კითხვები მგონი არაფერს არ დარჩება. დიდი მადლობა ქალბატონო სოფო ამ დიდი სიამოვნებისთვის, რაც ამ საღამოს მივიღე თქვენი საუბრიდან. ძალიან მადლობა გაიხარეთ. შეკითხვა არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ნელ-ნელა ვერკვევი და მუშაობ, მეც რა ვიცი, იმედია ვერ დაგეწევით, მაგრამ ნელა ფეხურში მაინც ჩავდგები თქვენთან და წარმატებებს გისურვებთ ყველას ყველაფერს საქმიანობაში. გაიხარეთ, დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. გაიხარეთ, მადლობა. უბრალოდ ერთ პატარა შესწორებას შევიტან თქვენს ნათქვამში, იმედია უკვე უარყოფას ნიშნავს, არასოდეს არ იხმაროთ იმედია, მაგრამ შეიძლება და ასე შემდეგ, აუცილებლად აგვიწყობ ფეხს, აუცილებლად ჩადგებით, აუცილებლად გაიზრდებით და აუცილებლად გექნებათ შედეგი. აქ ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ. ქალბატონო სოფო, მე ხელა ასაკი მაქვს უკვე, რომ ამ სიტყვებს თუ ხმარობ, რეალობა. არანაირად, ასაკი რატომ თქვენზე შეიძლება უფრო, ესე ვთქვათ, წლოვანი ხალხიც არიან აქ და რატომაც არა. ნებისმიერ ასაკში გული მაინც ახალგაზრდაა და ყველაფერი სწავლებადია, სწავლა სიბერემდეო და ყველაფერი გამოსვლადია. ბოდიშით საღამომშვიდობისა და ქალბატონო მანანა, მე თქვენ ერთ რაღაცას მოგმართავ. ასაკი არასოდეს არ განისაზღვრება ციფრებით. 25 წლის ბებერი არ გინახია? თუ არაფერს აკეთებს? როგორ არ გინახია? 25 წლისა შეიძლება იყოს, მაგრამ ის ბებერი იყოს, იმიტომ იჯდეს და არაფერს არ აკეთებდეს. თქვენ იმ 25 წლის ასაკის გოგოს ბევრად ჯობიხართ, იმიტომ რომ თქვენ თავს ხედავთ, თქვენ შრომობთ. ასაკი არაფერი არ არის, ციფრები, რასაც უყურებ პირადობაში. შენი ასაკი მთავრდება სიბერისა მაშინ, როცა იტყვი, რომ მე არაფერს ვაკეთებ. ვერ გავაკეთებ, თქვენ კიდე აკეთებთ. ძალიან მოხარული ვარ, თქვენაირი ადამიანები გვიმრავლოს აქ ლივგუდში ღმერთმა. მადლობა. მე ვარ ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომ მყავს ძალიან პატარა მეგობრები. დაწყებული სულ 5 წლიდან დამთავრებული ალბათ 30-40 წლამდე და ყველა ეძახის, რომ შენ ხარ ჩვენი მაგალითი. ვერტვაკნას რომ თქვენთანაც ყოფილიყავი მაგალითი, რადგან ასე გინდათ. ნამდვილად ხართ მაგალითი. მადლობა ქალბატონი ლია ჩართულობისთვის. ქალბატონი ნუნუკა. გისმენთ ქალბატონი ნუნუკა. ბატონ საბას ქონდა კიდევ შეკითხვა მგონი. კი.
გისმენთ, ქალბატონებო და ბატონებო, სიჩუმი არ ხდება კომპანია Live Goods. გამისვით კითხვები მზად ვარ გიპასუხოთ. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა. კი ბატონო. ანუ კი ამბობთ რომ ეს Live Good-ი კარგი კომპანია და ბედნიერებას მოგვიდანს და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც მივხვდი, რეფერალური სისტემის გავსია და მაგაში ვიღებ ჩვენ ფულს, ხო? ანაზღაურებას. კი ბატონო, მაგრამ ეს რეფერალური სისტემა უნდა ჩაიკეტოს, არ ვიცით როდის, იმიტომ რომ ეს არის კლუბური სისტემა, უბრალოდ ეხლა ჭირდება კომპანიას რეკომენდატორები და ის შესაძლებლობა, რომ რაც უფრო მასაზე გავა, შემდეგ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება პროდუქტებზე, ამიტომ დღესდღეობით ეს შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ჩაიკეტება და მერე შემდგომ უკვე ჩაკეტვის შემდგომ, რეფერალური სისტემის ჩაკეტვის შემდგომ ადამიანი იქნება მხოლოდ კლიენტი. ანუ ეს იმის შესაძლებლობაა, რომ ადამიანი, რომელიც დღესდღეობით მოხვდება კომპანია Live Good-ში და გაივლის რეგისტრაციას და ოფიციალური პარტნიორი გახდება, მას შესაძლებლობა იქნება, რომ სერიოზულ ხელფასებზე გავიდეს და შემდგომ უკვე რო ჩაიკეტება, ის იქნება უბრალოდ კლიენტი და მეტი არაფერი. შეიძლება 75%-იანი ფასეკლებით უბრალოდ შეიძინოს პროდუქტი. კარგი, ანუ ამისთვის წევრი უნდა გავხდეთ კომპანიის, ეს $10 უნდა გადავიხადოთ და კიდე რა მაინტერესებს. ეხლა რეფერალიზაციაში ჩვენ ფულს ვიღებთ, ხო? ანუ რეკომენდაციაში, კი, თვითეულ რეკომენდაციაში გვიხდის $25. რეგისტრაციის დროს დაგჭირდება $50, $40 კონკრეტულად ბიზნესის შესყიდვაში მიდის კომპანიაში, $10 არის საწევრო გადასახადი იმავე თვის. შემდგომი თვიდან სავალდებულოა გადავიხადოთ ეს $10. ეს $10 გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას პროდუქტებზე გქონდეს 75%-იანი ფასდაკლება, მზარდი შემოსავლები, რეკომენდაციები, ჯანმრთელობის გაუმჯობესების სისტემა და რეალურად ვეხმარებოდეთ ადამიანებს. კარგი, კიდე მაშინ ანუ თვითონ მოწვეულ ადამიანზე, თვითონ ადამიანი რო დარეგისტრირდება, ერთი ადამიანის დარეგისტრირებაზე $25 გვაძლევს. კი ბატონო, $25 გაძლევს. შემდეგ ის ადამიანი რო რეკომენდაციას გააკეთებს, გეძლევათ 10%. მას დაერიცხება 50%, თქვენ დაგერიცხებათ 10%. მერე სიღრმისეულად რო ჩადის, კიდევ 10% დაგერიცხებათ თქვენ, მასაც 10%. ანუ პირადი მოწვეულიდან $25 გვერიცხება და სიღრმისეულად მერე 10%, 10, 5, 5, 3, 3, 2, 2, 1, 1 ასე ჩადის. ის ადამიანი უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეს, არაფერს კიდევ არ არის საჭირო, უბრალოდ დარეგისტრირება? არა, აქ სავალდებულო არ არის. მაგი აღვნიშნე ხო, რომ ეს არ არის ქსელური, ეს არის კლუბური, ჩვენ აქ არ გვევალება არაფრის ყიდვა გაკიდვა. თუმცა თუ გეხერხება ადამიანს, შეუძლია რეალიზებიდანაც გქონდეს შემოსავალი. არაფრის გაყიდვა და ყიდვა არ გვევალება. როცა მომინდება და რაც მომინდება, მაშინ შევიძენ იმ კონკრეტულ ნივთს თუ პროდუქტს. კარგი და მაგის მტკიცებულება სად არის? რისი მტკიცებულება? რომ აი $25 გიხდის თვითონ მოწვეულ ადამიანს. ინტერნეტში შევედი წაგან და ძალიან ბევრი ის იყო, რა ქვია, რომ არ არის რეალური. უყურეთ, როდესაც რეგისტრაცია. კი ბატონო. ვისწინანდელები და ასე შემდეგ. კი ბატონო, აგიხსნით ახლავე, მაგალითისთვის მოგაწოდეთ ლინკი, გაიარეთ რეგისტრაცია, გაგეხსნებათ ჩვეულებრივი კაბინეტი, იქ რომ რეგისტრირდები აუცილებლად უნდა მივუთითო მასტერკარდი ან ვიზა კარტა უნდა გქონდეს, სადაც ის $50 გეთქნება, როდესაც ჩამოგეჭრება და ისე ვთქვათ, წაიღებს კომპანია, გახვალ ბოლოში, ოკეი, დააწვევი და გაგეხსნება შენი კაბინეტი. შენივე კაბინეტში ადამიანს აქვს ნებისმიერი ფუნქციის ნახვა, ასე ვთქვათ, სად გერიცხება, სად რეფერალი დაგიფიქსირდა, სად გუნდური ფაქტები არის მოყვანილი, სად პროდუქტები არის, ხვდებით, ვებინარების, ასე ვთქვათ, განყოფილებაც არის, თვითონ დამაარსებლები რომ გვაწვდიან და პრეზენტაციებს გვიტარებენ, თუ გაქვს წვდომა ინგლისურთან, აუცილებლად შეგიძლია მოისმინო. არ არის ამის ისაც, ასევე ქალბატონი ნანა ლომიძე გვითარგმნის ქართულად ორიგინალიდან
და ეს ყველაფერი შეგვიძლია წვდომადი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. სპეციალური ჩატიც არის გაკეთებული, სადაც თითოეული რგოლი როგორ გავაკეთოთ რეგისტრაცია, სად ნახოთ მაგალითად პროდუქტები, გადარიცხვები როგორ გავაკეთოთ, როგორ გავანაღდოთ და ასე შემდეგ. ყველაფრის, ესე ვთქვათ, ხილვადობა არის შესაძლებელი კომპანია ლიგუჩში. ეს ხილვადობა არის, მაგრამ ანუ ვინმე თუ არის აქ ეხლა მაგალითად ამ კოლში, ანუ თქვენ მუშაობთ ხო ამაზე? სკრინი თუ გაქვთ, საიდანაც მაგალითად დაგერიცხათ ან ტრანზაქციის მტკიცებულება, იმიტომ რომ ასე უბრალოდ დროის დაკარგვა და ფულის დაკარგვა, ანუ ისა რა. მოგესალმებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ქალბატონო სოფო ასეთ შესანიშნავი პრეზენტაციისთვის და ახლა ბატონ საბას მინდა გავცე ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი. როგორც ქალბატონმა სოფომ აღნიშნა, ჩვენი კომპანია არის ყველანაირად გამჭვირვალე, როდესაც დარეგისტრირდება ადამიანი და ფეხს შემოდგავს, იქიდან უკვე იწყება თქვენი ბიზნესი და თქვენი კაბინეტი გაქვთ, თქვენი შიდა საფულე. აი ახლა მე მაგალითად, როდესაც დავარეგისტრირე წინა კვირას ერთი ადამიანი, მე უკვე მაქვს აგი რომ შევედი ჩემს საფულეში, უკვე მიზის ის $25 იმ ერთ დარეგისტრირებულ ადამიანზე. დაუშვათ ახლა ამ კვირაში დავარეგისტრირე 2, შემდეგ 5 შაბათს, 5 შაბათობით გვერიცხება ჩვენ თანხები ყოველკვირეული და ასევე ყოველთვიური თვის ბოლოს, ისიც 5 შაბათს. შემდეგ კვირაში კიდევ დავარეგისტრირე 2 ადამიანი ან 3 დაუშვათ. კომპანია მერიცხავს მე $75 ჩემს შიდა საფულეში. 5 შაბათს საღამოს მე უკვე დამხვდება ჩემი $75. მადლობა. გამჭვირვალე კომპანია დედამიწის ზურგზე არ არსებობს და ანალოგია არ ყავს ბატონო საბა. მესმის ახლა თქვენი უნდობლობა მეფობს, მაგრამ ამიტომ უნდა გამოიკვლიოთ. ასევე დავამატებ თქვენის ნებართვით. კი ბატონო, ქალბატონო ციცი, მადლობა. დავამატებდი, რომ ანუ გამოდის, რომ თქვენი გადახდილი ის $50 2 რეკომენდაციით, 2 რეგისტრაციით დაგიბრუნდებათ უკან. ანუ ჩავთვალოთ უნდა, რომ ბიზნესი დავიწყეთ არაფრით, ნულიდან. არაფერი არ გადაგვიხდია, ხო? იმიტომ რომ იმ $50 უკან გიბრუნებს კომპანია. ეგ გავიგე, რომ საფულეზე გერიცხება, მაგრამ ანუ საფულიდან ხო ანუ ასეთ რაღაცეებში როგორია იცით? რაღაცა მინიმალური თანხა არის, მაგალითად თუ $25 გირიცხავს, გამოდანა შეგიძლია, რაღაც არ არის რომ ციფრებს იძახიან მერე და არის 50,000 და ასე შემდეგ. $60 რომ შეგისრულდებათ, $60 რომ შეგისრულდებათ, შეგიძლიათ შემდეგ უკვე გადმოვიტანოთ ანგარიშზე. კარგი. ალო. ანუ შეგიძლიათ უკვე შეუკეთოთ თქვენ საფულე და ჩვეულებრივ კარტით გამოიტანთ ბანკომატიდან. $25 რომ დაგერიცხებათ, $25 ესევე გავანაღდებთ აქ შიდა საფულეში იმდენი მოთხოვნილებაა ბატონო საბა, რომ 25 კი არა, $7 და $2 რომ დაგერიცხოს, იმასაც გაგინაღდებთ და თქვენს ანგარიშზე დაგისვავთ. არანაირი პრობლემა არ არის. კი ბატონო, ცოტა განვარცობ ამ თემას ბატონის საბასთვის, რომ შიდა საფულეში თანხა გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი არის უსაბუთოდ და როდესაც უსაბუთო ხარ, მას არ აქვს ელემენტარულად ბანკის ანგარიში და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ შიდა საფულით დავარეგისტრიროთ. ანუ მე რომ კომპანიამ დამირიცხა თანხა, იმითი დავარეგისტრირე და მან მე გადმომირიცხა ქეშად თანხა, ანუ გავანახდეთ ეს თანხა და ესეთი სისტემით ხდება იმ არალეგალების დარეგისტრირება კომპანიაში, როგორც ახლა მე უკვე მოგახსენეთ. ამიტომ არის დღესდღეობით ამ წუთას ესე ვთქვათ ძალიან აუცილებელი რომ ჩვენ ვიქონიოთ შიდა საფულეში თანხა, რა იცი, ვინ გამოჩნდება, ვის არ ექნება საბუთები და მას სურვილი ექნება რომ კომპანია ლიგუჩი ჩვენთან ერთად აკეთოს ბიზნესი. კარგით, შემდეგი კითხვა თუ არის?
ასეთი გამჭვირვალე კომპანია, ასეთი მორგებულობით და ასეთი კრეატივი და კაცთმოყვარი ადამიანებისგან შექმნილი კომპანია არის სოფლიოში პირველი, ამ საუკუნეში პირველი და ყოველთვის იქნება პირველი ჩემის აზრით, იმიტომ რომ მე აღარ ვიცი რა შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს, რომ ამას ასე ვთქვათ გადაუჯოკროს და კიდევ უფრო კარგი ვერსია მოგვაწონონ. თუმცა კარგზე კარგი არ დაილევა ეს გამონათქვამი არსებობს, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ კომპანია ლივგუდზე უკეთესი და კონკურენტუნარიანი არც ერთი კომპანია არ მგონია რომ იყოს დედამიწაზე ან იქნება დედამიწაზე. მე მაქვს ერთი კითხვა კიდე. კი ბატონო, ორი იყოს. ანუ ამ კომპანიის ის რა არის? ქართულად არ ვიცი როგორ არის ბოდიში, მარკეტ კეპი რა არის რა? ანუ კომპანიის Live good. სახელი, ანუ არა, სახელი არა. მარკეტ კეპი ქვია რა თანხებში ვაჭრობს. იმიტომ რომ მაინტერესებს თუ ახალი კომპანია და აზე უნდა აიგას ფეხი და თუ 2.5 მილიონი თუ რაღაც ადამიანი ყავს, მაშინ მაგალითად 100.000 მაინც ხო იმუშავებს არა? ასეთ შემოთავაზებაზე არ იტყვის არა უნივერსიტეტს. ეგ რო გაამრავლო 25-ზე ან 50-ზე რა გამოდის, რომ 5 მილიონი უნდა გაცეს. კომპანია ლივგუდი მოგების 80%-ს გვიბრუნებს პარტნიორებს. რაც შეეხება თუ სწორად გავიგე კითხვა, რა ფასებში ხდება პროდუქტების წარმოება, ჩვენთან პროდუქტები $8-დან $20-მდე მერყეობს. ფიანობაში გულისხმობ. თუ უბრალოდ დარეგისტრებაში გიხდით ადამიანის ფულს, ანუ ეგრე მაშინ არ არის ახალი კომპანია და დიდ თანხებში ვაჭრობს უკვე და ისა თუ შეიძლება. გისმენთ? როდესაც დაუშვათ რაღაცა ბიზნესი გახსენით თქვენ. სად გახსნით იმ ბიზნესს? სადმე მიყრუებულ უბანში თუ პრესტიჟულ ადგილას? პრესტიჟულ ადგილას. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ არის დიდარი ხალხი ცხოვრობს, ხალხმრავლობაა და თქვენი პროდუქტი გაცილებით კარგად, თქვენი ბიზნესი უფრო გაცილებით კარგად იმუშავებს. სწორედ ამ ორმა ბატონმა, გლინსკმა და ნოუდერხაზანმა, იმიტომ შექმნეს, იმიტომ გვიხდიან თითოეულ მოწვეულ ადამიანში, რომ ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ და აქ მოსული ადამიანი მათ ძალიან ჭკვიანური მარკეტინგი შექმნეს. ისინი ცნობილი მექსელეები არიან, 30 წლიანი გამოცდილება აქვთ მათ. და მილიონერებიც იყვნენ. თუმცა შექმნეს აი ასეთი კრეატიული კომპანია, თუ გაქვთ თქვენ ამის ამბიცია, რომ გახდეთ მილიონერი შეგიძლიათ გახდეთ. სწორედ იმიტომ უნდა რომ აქ მოსული ადამიანი აუცილებლად შეიძენს ამ პროდუქტს. რატომ წავალ მე სხვაგან რატო ვიყიდი და რატო გამოვიწერ, დღეს კი ვიწერ ბევრ რაღაცას ონლაინ, მაგრამ რაღაცო გამოვიწერ, როდესაც მე უკვე აქ მაქვს ჩემი მარკეტპლეისი და 75%-იანი ფასდაკლებით შემიძლია შევიძინო ტექნიკა, ტანსაცმელი, ბრენდული ფეხსაცმელი, ეს უნიკალური ბიოდანამატები, რომელმაც უამრავი ადამიანი გამოაჯამთელა და სიცოცხლის უნარიანობას დაკარგული ადამიანები ფაქტიურად, აი განწირული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანები იხსნა ამ ბიოდანამატებმა. რატომ ვიყიდი სხვაგან, რატომ გამოვიწერ, ხო? კი, მაგრამ მე ასეთი ჭკვიანური მარკეტინგი შექმნეს, იმიტომ რომ სწორედ ამაში გვიხდიან, რომ ჩვენ ამ კომპანიას უწევთ რეკომენდაციას. ეგ გასაგებია, მაგრამ ანუ პრესტიჟულ ადგილას რო გახსნა რაღაცა მარკეტინგი, მაგას უნდა თანხა და ეს არის ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. ხა თუ სიტყვაზე 100.000 კაცი მუშაობს და თითო $100 იღებს, 10 მილიონი გამოდის, რომ კომპანიამ გაცეს უნდა და 10 მილიონი მგონი რა ვიცი, თულად არ აქვს ახალ კომპანიას. თქვენი მომწევმა თუ არა და ჩვენ ჩავაგდებთ აქ მარკეტინგის სქემას, რომელიც ქართულად გააკეთა ქალბატონ ანა ლომიძემ და იმას შეგიძლიათ მოусმინეთ. ანუ 7 სახის
კი ბატონო. საწევროსი რისი თქმაც სურს. მოკლედ აინტერესებს მე როგორც მივხვდი, ეხლა კომპანია რო თანხას გასცემს, მას ხომ უნდა შეშდიოდეს საიდან? წაგებაზე ხო არ წავა? ესე იგი, პროდუქციას საუბრობდა ქალბატონი ციცი და ნამდვილად პროდუქტმა რეჟია მოახდინა მსოფლიოში და უკვე იმდენად გასაღებადია ჩვენი პროდუქტი, ჯერ ერთი შემოსავალი აქედან შედის. პროდუქტის რეალიზაციას ვეღარ აუდიან. იმდენი შემოსავალი აქვს უკვე კომპანიას. მეორე, ჩვენ რომ $10 ვიხდით ყოველთვიურად. ის $10 სად მიდის? რა თქმა უნდა, აქედანაც პროცენტები ერიცხება კომპანიას. და დიახ, თქვენ ახსენეთ, რომ და არც ისე ადვილი არ არის, აქ სტატუსების აწევა. მოგეხსენებათ, როგორც თქვენ ახლა რასაც საუბრობთ, ნდობლობაა ძალიან. და ასე ადვილად ხალხი არ მოდის და აქ სტატუსების ამაღლება ყველა ვერ გავა აქ ხელფასზე. მე მაგალითად უკვე წელიწადნახევარი ამ კომპანიაში ვარ. ჩემი ხელფასი საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ დღე და ღამე ვმუშაობ და ვშრომობ ამისთვის. ასე რომ ტყილა აქ ფულს ნამდვილად კომპანია არავის არ ურიგებს, შემოსავლები აქვს ძალიან ბევრი კომპანია აქვს. ასევე ვსწრობ, კარგი იქნება ამასთან ერთად იმაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს ბიოდანამატები ნამდვილად საოცარი ბიოდანამატები გვაქვს და აქ ჩვენ პირდაპირ პროფესორი ბუტკინებთან გვაქვს წვდომა, რომ გავიაროთ მათთან დიაგნოსტიკა. აქ ჩვენ არ თამაშობთ, ეს არის რეალური კომპანია, არის საოცარი კომპანია, ჩვენ აქ დანიშნულებებს არ ვიძლევთ. ამ კუთხითაც ჩვენ ვართ ყველანაირად დაზღვეულები, რომ არ გვიწევს ექიმობანას თამაში. ეს არის სერიოზული კომპანია, სერიოზულ შემოსავლებზე გასული და ჩვენმა დამაარსებლებმა თქვეს, რომ ცოტა ხანი დაგვაცადეთ და ამ კომპანიაში ჩიტის რძეც არ მოგაკლდებათო და მე ამის ზუსტად მჯერა, რომ ესე იქნება. ყოველ ქალბატონ შემთხვევაში ქეთას აქვს კიდევ შეკითხვა, ქალბატონ ქეთას. კი ბატონო. ეკისმენთ ქალბატონო ქეთა ჩართულია მიკროფონი, თქვენ განჩართეთ ახლა მხოლოდ. საღამო მშვიდობისად. საღამო მშვიდობის. მოვისმინეთ თქვენი საუბარი, ძალიან მომეწონა საუბრიდანაც გამომდინარე, ძალიან ორს დავესწარით ვარცდები, როგორც ვახერხებ. ყველანაირად ვცდილობ ამ საქმეში ჩავერთო, მაგრამ ნახეთ, ერთი კითხვა მაქვს, როცა არეგისტრირებ, ეს ყველაფერი გავიგეთ. და ეს როცა დაიხურება სქემა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ რა გვევალება შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? როცა ვეღარავის ვეღარ დაარეგისტრირებ, ხო? მაგ შემთხვევაში რა ხდება? კომპანია რო არ გთხოვს, რომ პროდუქტი გავყიდოთ ან რაღაც დავარეკლამოთ, მაგ შემთხვევაში რა ხდება? როცა დაიხურება სიტყვაზე სქემა და არავის აღარ დავარეგისტრირებთ. არა, რეგისტრაცია მაინც მიმდინარეობს და რეფერალებში ჩაჯდებიან ის მოწვეული კლიენტები უკვე და ამათ სახით ჩვენ გვერიცხება ხელფასი მერე. კი ბატონო, მადლობა ნონა, უყურეთ ქალბატონო ქეთა. თქვენ როგორც მივხვდი, გაინტერესებთ, როდესაც რეფერალური სისტემა ჩაიკეტება, როგორც პარტნიორები რო დაფიქსირდნენ, ამას გულისხმობთ, ხო? კი ბატონო, უყურეთ, ჩვენ ვაგრძელებთ იმ $10 გადახდას შემდგომად. გამოვიწეთ, როცა გვინდა 75%-იანი ფასდაკლებით, მაგრამ უყურეთ, შემდგომ უკვე იმდენად პოპულარული და იმდენად მოთხოვნადი იქნება კომპანია ლივგუდი, რომ კლიენტების სახით გაივლიან რეგისტრაციას ადამიანები. ანუ რას ნიშნავს? რეგისტრაცია მაინც გაგრძელდება, ოღონდ დარეგისტრირდებიან როგორც კლიენტები. ანუ პროდუქტი რო შეიძინო. კი ბატონო, პროდუქტი რო შეიძინო და გქონდეთ 75%-იანი ფასდაკლები და ეს პროდუქტი. როცა უნდათ მაშინ რო გამოიწერონ და ეს რეგისტრაცია ჩვეულებრივად რეფერალური ლინკი ქვია მაშინაც, ექნება რომ აი ეს ადამიანი რომელიც გაიგებს მაგალითად ხომ ადევნებს ახლა მილიონობით ადამიანი ხო მიერთდება Facebook გვერდზე მე რეკლამებს ვუდებ თქვა დღეს ჩაიკეტა ხვალ ვიღაცა მოისურვა რომ შეიძინოს ჩვენს პლატფორმაზე რაღაცა პროდუქტი მაგალითად მაგნეზიუმი
მაგრამ მას უნდა რომ შეიძინოს ფასდაკლებით $8 მან უნდა გაიაროს, მე უნდა მივაწოდო ლინკი, მან უნდა გაიაროს $10 რეგისტრაცია, ჩვეულებრივად არის კაბინეტში ამის შესაძლებლობა და ფუნქცია, გაივლის რეგისტრაციას და ისიც ჩაჯდება ჩვენს რეფერალებში და ამავდროულად მანაც უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად ის $10, რომ მუდმივად ქონდეს ის 75%-იანი ფასდაკლება. მაგრამ ეს როგორც ჩვენ ვაკეთებთ, რომ რეგისტრაციით გვერიცხება $25, ისე ვეღარ გამოიმუშავებენ, ხო? ხო, ესეთი შესაძლებლობები აღარ ექნებათ. გასაგებია. იმიტომ რომ უნდა გახდე აფილირებული, ანუ აფილირებული ნიშნავს პარტნიორი, რეალურად პარტნიორი და წევრი არის აფილირებული სტატუსის და კლიენტი იქნება უბრალოდ წევრი, ანუ კლიენტის ხრივ იქნება დარეგისტრირებული, იმიტომ რომ იქ არის ორი გრაფა, რომელიც რეგისტრირდება როგორც პარტნიორი და არის როგორც წევრი, ანუ კლიენტის სახით. და იქ რომელსაც მიუთითებ, ისე აღინიშნება შემდეგ უკვე იმ კაბინეტში. კი ბატონო, Instagram-ზეც ვადევნებ ხოლმე თვალს ორიგინალი გვერდი, რომელიც არის და რა ვიცი, მე მომწონს და კმაყოფილი ვარ და ყველას წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად, ერთად ჩვენ ყველა ვიქნებით წარმატებულები. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. შემდეგი დიახ, მესმის, საგანმანათლებლობის წახან შემოვედი, მაგრამ მე მგონი არ შედიოდა ჩემი ხმა თუ რა იყო, არ ვიცი. მოგესალმებით, ქალბატონო სოფო, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო გადმოსცემ ყველაფერს. მე ცოტა ჩამოვრჩი პრეზენტაციებს, იმიტომ რომ ცოტა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მგლოვიარეთ ვიყავით და არ ვფიქროთ, რომ მე არ ვარ თქვენთან. ყოველთვის მაინც ვახერხებ, რასაც დებთ, რომ მე მოусმინო და ამის თქმა მინდოდა, რომ თქვენთან ვარ. მიყარხართ გეფერებით და ძალიან სასიამოვნო ხართ ყველანი, ვინც გადმოსცემთ ასე ლამაზად და ყოხდათ და გასაგებად ყველაფერს გეფერებით. მადლობა, დიდი მადლობა, ქალბატონო. წარმატებები მინდა გისურვოთ და მიხარია რომ თვალს გვადევნებთ ჩვენთან ხართ და რეალურად ხედავთ საკუთარ თავს კომპანია ლიგუდში წარმატებულს. გაიხარეთ. არ ბიზნეს ვუმენებად რა იტყვიან. იმედია თავაგრძელებთ ისე ყველაფერს და კარგად წაგვივა ყველაფერი. არასოდეს თქვათ იმედია. არასოდეს. აუცილებლად. აუცილებლად. აბა ძვირფასებო, თუ კიდევ არის კითხვები, მე მიხარია რომ არის კითხვები და ჩართულობა, დიდი სიამოვნებით გისმენთ და მეც დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, არ მოგერიდოთ, თუ არა და დაგემშვიდობებით მაშინ, გცეთ ერთმანეთის დროს პატივი, ალბათ საქართველოში ალბათ კი არა და გვიანია. რეგლამენტი მოითხოვს ასე, ამიტომ თუ აღარ გვაქვს კითხვები, დავემშვიდობოთ ერთმანეთს და შემდეგ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 22 საათზე კიდევ კვლავ გაიმართება ხოლმე პრეზენტაციები ჩვენს პლატფორმაზე სხვადასხვა პრეზენტატორების მიერ და გისურვებთ რომ მოიწვიოთ ძალიან ბევრი სტუმრები, მოასმენინოთ და თქვენც მიიღოთ ბედნიერების შეგრძნება და ისინიც გააბედნიეროთ. აუცილებლად ბოლომდე დარჩით ხოლმე პრეზენტაციაზე, აუცილებლად ჩემი რჩევა იქნება, იმიტომ რომ იმ მომენტისთვის თუ რაღაცა იმ წუთას თქვენამდე არ მოვიდა, ეს იმას ანიშნავს, რომ მთლიანად კომპანია არის რაღაცა განსხვავებული და თქვენი არ არის, რეალურად მთლიან აზრის გაგება ხდება მთლიანი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რომ უკვე გაანალიზოთ შემდეგ და სწორად გამოიტანოთ დასკვნები ხოლმე და რეალური შანსი არ დაკარგოთ. გისმენ ქალბატონო. ქალბატონო, არის კითხვები თუ აღარ არის? გონი სოფო
აღარ არის. კი ბატონო. მაშინ დამშვიდობებით ერთმანეთს დროებით. კი ბატონო, დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, მიხარია რომ იყავით ჩემთან ერთად, გამონახეთ დრო და დაესწარეთ ამ ვებინარს. იმედი მაქვს მიიღეთ სწორი, ასე ვთქვათ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია და მყარი ინფორმაცია ნამდვილად აქვს კომპანია ლიგუც. რამდენად თქვენამდე მოვიდა, ეს არის ჩემთვის მთავარი, იმედია მოვიტანეთ თქვენამდე ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მიიღებთ შემდგომში სწორ გადაწყვეტილებებს და მე ძალიან გამიხარდება, თუ ნებისმიერი ადამიანი დარეგისტრირდება და მიულოცავთ, რა თქმა უნდა, ყველა დიდი სიხარულით ამ კომპანიაში ვინც ვართ. რეალური შანსებია კომპანია ლიგუჩში და არასოდეს არ თქვათ, რომ იმედია, შეიძლება არ გამომივათ ასე შემდეგ. პირველ რიგში ირწმუნეთ საკუთარი თავის და ირწმუნეთ იმის, რომ სასწაულები ხდება და კომპანია ლიგუჩი სასწაულებრივად მოგვევლინა ჩვენ და შესაძლებლობები აქვს უამრავი და მრავალფეროვანი. ამიტომ ჩაუღმავდით, დაესწარეთ პრეზენტაციებს და აუცილებლად მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით ორშაბათამდე. გაიხარეთ, კარგად იყავით, ბედნიერი საღამო გქონდეთ ყველას. ნამდვილად, თქვენც ასევე. ბედნიერი საღამო ყველას. მადლობები. ნახვამდის. ნახვა.